ცრუცხრიანი პარიზიდან მოგესალმებათ, საოცარ გარემოში ვართ, ნელ-ნელა უახლოვდებით პარკ დე პრენს. ალე პარი! Tout le monde veut s'allumer, tout le monde veut se la mettre. C'est la fin des haricots, y'a plus de lobé. 93 hardcore. Levez les bras si vous êtes forts. Ma banlieue nord veut des gros sous, pourtant nos mains sont dans la boue. Tout le monde veut s'allumer, tout le monde veut se la mettre. C'est la fin des haricots, y'a plus de lobé. 93 hardcore. Levez les bras si vous êtes forts. Dans mon 93, gros, on est trop dans les dièses. Quand on baisse, c'est des putains sans feuilles. Panneau 5 doigts, département du bon char. On veut s'en mettre plein les fouilles. Mes petits, je te l'ai dit 100 fois. Personne ne sait. Რას ფიქრობ დღეს ჩვენ ბიჭზე? აუცილებლად დღეს გოლს და ასისტს ველოდებით ერთ-ერთ მაინც. პირველმა დუბლი თქვა შენ გოლს პლუს ასისტი. კარგად მიგვიყვარს. კი და ველოდებით ამდენი წლის მერე ქართულ ნანატ ფინალს და მიუნხენში შევხვდებით აუცილებლად. We are extremely happy with him. Since he's come, he run, he scores, he played. Good mentality. He's almost the perfect player that we can get. And we hope you are going to win with him and he will stay for the next season and more, I think. Definitely. And he looks happy. And we are, because in French we like that, we hope that he is going to learn to speak French very quickly. And like that we can communicate with him and that will be nice. აბა როგორი გზნობა არის ესეთ თამაშზე ქართულს რო ქობო? საუკეთესო გზნობა არის და დღეს პირველად ვარ ესეთ სიტუაციაში აღთვალებული ვარ და დარწმუნებული ვარ რომ კვარა ორ გოლს გაიტანს. გაპარშივად ეგეთი გარემო ცხოვრებაში არ ვინახავს. ეგეთი კომაგები არ ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო და კვარას ძალიან სოლიდური თამაში. წავედით ყველანი მიუნხენში. პირველი არა, მაგრამ დიდხნიანი პაუზით მერე ქართული ჩემპიონთა ლიგა უნდა დაიტოვოს. ზღაპარია, ვერ ვაზროვნებ, ეხლა ყველაფერს უკვე ხვალ დეტალებში შემოგთავაზებთ. წაოწრება, 64-ია.
game. She just want to take your photo. Who is the MVP of the game? MVP of the game. Wow, I think Ashraf. Hakimi. I think PSG. Definitely PSG. But it will be hard. It will be a close game. What about Kvaratskhelia? Very physical player. I enjoyed watching him play today. Subscribe to Crystal Sport. We're here in Paris. Subscribe. დავბრუნდით სტუდიაში და ტაქტიკურ ნაწილზე გადავიდეთ. პირველ რიგში ხა დავიწყოთ Paris Saint-Germain Arsenal-ით, Barca Inter-ს მერე დაუბრუნდეთ Thomas Partey. Arteta-ს და რასაც ველოდით, თამაშის სტილი შეიცვალა გუნდის 4-4-2 ეს თავისი სრულცხრიანით მერინოთი, ყველაფერი რაც რეალთან ვნახეთ, დაბრუნდა. მცირე ცვლილება რაც იყო, დიდი არა. Partey ძალიან ხშირად იწევდა მესამე მცველის პოზიციაზე და ძალიან უკან დახეული საყრდენი იყო. თითქმის ცენტრალური მცველი. Ამას როგორც წინა ვიდეოში გითხარით, Luis Kelly მარცხენა მცველი ემატებოდა, რომელიც ხშირად შემოდის ცენტრში, ასევე საყრდენის პოზიციაზე. ეს Guardiola-ს ინოვაცია არის, ფლანგის მცველები ცენტრში ეგეც ვიცით, გავლილი გვაქვს სრულცხრიანში. და ანუ რა იყო აქ თავარი 5 ნახევარმცველს უყრიდა ნახევარდაცვის ცენტრში თავს Arteta და ეგ ბურთის კონტროლს უწყობდა ხელს. და თამაშობდნენ იმ პრესინგს, რითიც აჯობეს მადრიდის რეალს, ხო? აი ამ სტილში დაამარცხეს. ამ ყველაფერმა, ნუ კადრებსაც ხედავთ პარალელურად რა და როგორ იყო. კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა პირველ 15 წუთში Arsenal-ს ამ ყველაფრიდან გამომდინარე. პრინციპში ამას მე ველოდი, მაგრამ აქ არის გასათვალისწინებელი ფსიქოლოგიური ფაქტორი და X ფაქტორის. Gianluigi Donnarumma, კაცი რომელმაც არ ვიცი, ორივე თამაში და ზოგადად ლიგის ფაზა რაც გაიარა Paris Saint-Germain-მა ლივერპულიდან დაწყებული ან დღევანდელ დღემდე გადამწყვეტი როლი ითამაშა, საოცარი სეივები ჰქონდა და ფსიქოლოგიურად გატეხა Arsenal-ი და პირიქით დაძრა თავისი გუნდელები რა, აი დაბუსტა ასე ვთქვათ რა, მეტი ენერგია მისცა და რწმენა. და ამან იქონია გადამტეხი მნიშვნელობა და პირველი ასე ვთქვათ game changer-ი მომენტი, როცა საბოლოოდ შეშინდა ასე ვთქვათ Arsenal-ი და მაღალი პრესინგის თამაშს შეეშვნენ 15 წუთის მერე კვარაცხელიას პირველი მომენტი იყო, როდესაც ძელს მოხვდა ბურთი, ანუ ამ მომენტში რა იყო? ჯერ ნახეს რომ Donnarumma-ს ვერ აჯობეს, მერე წამოვიდა Paris Saint-Germain-ი და ძალიან სახიფათო მომენტი შეუქმნეს მარტივი ორსვლიანი კომბინაციით. აქაც ხვიჩას მსუბუქი ტექნიკური შეხება, ცენტრში გათამაშება, დაუბრუნეს ისე ბურთი კვარას და დარტყმა და ნუ ეს შედევრი რო გასულიყო, ალბათ მე გული დამარტყმდა პირადად სტადიონზე, ეგ რომ ენახა ესე ცოცხლად და აქედან მოყოლებული თამაშს თავიდან ბოლომდე უკვე აკონტროლებდა Paris Saint-Germain. ახლა მარტივ საქმეს, ორი წამის საქმეს შეგახსენებთ ისე რომ დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ Crystal Sport-ის YouTube არხი და კომენტარებში დაფიქსირდით დანარჩენს ყველაფერს უკვე გათამაშებები და ასე შემდეგ ბოლოსკენ დაუბრუნდები. ახლა გადავალ თქვენს ერთ-ერთ საყვარელ ნაწილზე, ყვარას დაუფასებლობის ამბავი გუნდში, ამ თამაშშიც იყო ეგეთი მომენტები, პასი არ მისცეს, ვერ დაინახეს და ეს ძალიან ყბადაღებული თემაა რა და პირველი ეგეთი მომენტი იყო Desire Doué-ი, როცა აშკარად ტრიბუნებიდან, ტელევიზორიდან, ყველაფრიდან ჩანდა, გუნდელებმაც სტადიონიდან კარგად ჩანდა, რამდენიმე ხელითაც ანიშნა, რომ გააყოლეო, მიეციო რა. და ყვარას მარტივად მარცხნივ ეხსნებოდა ფლანგზე, ლოგიკური გაგზელება იყო და ეს მოტრიალდა აქ და უკან არ ვიცი. დააგორა ბურთი ესე. უკვე შემდეგ, რამდენიმე წუთის შემდეგ კიდე იყო ეგეთი მომენტი, ამჯერად ნევეში იყო, სად ხოვს ყვარა ბურთს, ამას მე დააკვირდეთ, რა სივრცეში როგორ მარტო არის და ამან მიუტანა შემცირდა ეს სივრცე, წრედა არტყეს ესე Arsenal-ის ფეხბურთელებმა და მერე მისცა, ანუ აზრი რო არ ქონდა რა. მაგრამ ეგ ის მომენტი არის, რომ გაძვრა ყვარა 3-4 კაცში და კინაღამ რიგი მაგარი გოლი გაიტანა, უბრალოდ მერე მეხუთე დახვდა იქ დაზღვევაზე და ამოიტანეს ბურთი. ასევე ცოტათი მინდა რომ ეგოისტობას ოდნავ მოუმატოს რა, ანუ გუნდური მოთამაშე რო არის და სულ გზელია და სამაგალითოდ თამაშობს და პას არავის უგვიანებს ოსიმენიდან დაწყებული დემბელეთი დამთავრებული, ეგ ვიცით. მაგრამ აი ამ მომენტში რა, ხედავთ ეხა კაცსაც, ცოტა თავის თავზე რო აიღო და ბოლომდე მისულიყო, შეიძლება და უკეთესი გამომდგარიყო რა, იმიტომ რომ ბარკოლამ როგორ დააგვირგვინა და დაამთავრა ეს მომენტი, ესეც ჩანს. თუმცა ვერ გავამტყუნებთ ამას. ეხა ცოტა წავიოცნებეს თემა არის, თორე აქ ლოგიკურად
სწორად ითამაშა, ანუ წვრთნელი მოუწონებდა ამ ქმედებას რა, იმიტომ რომ რო წაიღო ბურთი და გაიფუჭებინა, აუცილებლად გააკრიტიკებდნენ შემდეგ უკვე ტაქტიკური ანალიზის დროს გუნდში რა, შიდა ანალიზი როცა ხდება, იმიტომ რომ ბარკოლა გაცილებით ხელსაყრელ პოზიციაში იყო, მაგრამ ეს ამ თემიდან გამომდინარე, რომ ისინი არ აძლევენ პასს ხელსაყრელ სიტუაციებში, ცოტა მეტი სითავხედე რო ქონდეს ხვიჩას, მე მგონი არ იქნებოდა ურიგო. თქვენ რას ფიქრობთ აი ამ თემაზე კომენტარები დაუშვით, თქვენი აზრიც მაინტერესებს ეს არ შემჩნევა, ვერ შემჩნევის ამბავი რა გუნდელების მხრივ. პირველი გოლის მომენტამდე მივედით და აქაც არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა რეპორტაჟის დროს სტადიონიდან ჩანდა ეს მომენტი, მაგრამ ისე იდეალურად არა, გადახვეულზე რო უყურებ, მე და აპაუზებ და მოაზუმებ და ასე შემდეგ რა. აქ რაიას ამოაქვს ბურთი, ფეხით კარგად თამაშობს, ეგ მეკარი ყველა ვიცი და არსენალის სტილი არის ეგ ამბავი და რაისი შეიპარა თავისუფალ სივრცეში, იგი იყო დატოვებული და რა თქმა უნდა მოთხოვოს მეკარეს ბურთი რომ ამოიტანოს და კვარაცხელი ამ დროს იქიდან უთვალთვალებს ჩუმად ჩასაფრებული არის, ამ ყველაფერს ხვდება, წინასწარ გათვალა რა მოხდებოდა და ეგრევე დაარტყა, წავიდა დასწრებაზე ეთამაშა ბურთი აართვა და რაისმა იმ წამს ვარდნა გაუკეთა, აქ იდება ჯარიმა, გააყვითლეს რაისი, ანუ ორმაგად კაი რაღაცა მოხდა და ამ ჯარიმის ჩაწოდების შემდეგ გავიდა ის რუისის გოლის შემდეგ. ანუ ქართველობიდან გამომდინარე არ ვამბობ რა, ვიღაცამ ესე მაგრა რო ითამაშოს, დეზირე დუე იყოს თუ გინდა, სულ ერთი ამ ბარკოლა. ესე მაგრა რო წაუკითხოს თამაში და შექმნას კიდე მივალ სხვა მომენტებამდე, როგორ შექმნა კვარაცხელიამ სხვა საგოლე მომენტები და ასევე გოლიც. მორიგი ეპიზოდი პენალტის მომენტი თუ გახსოვთ, მაინტერესებს თავიდან ბოლომდე რა და როგორ იყო. აქ არსენალი აწვეს კუთხურს, სახარერ თავბრძოლა მოიგო, კვარამ გამოიტანა ბურთი, მისდის შემდეგ საკას და საკასზე ადის კვარა და ართმევს ბურთს და აქ ტრიბუნებიდან თითქოს პენალტიჩი იყო, ძალიან შევშინდით რა. და წამოვიდა ეს კონტრიერიში შემდეგ და უკვე როგორ გაგზელდა გახსოვთ ეს ყველას დაარტყა ჰაკიმი და თურმე ხელზე მოხვედრია ბურთი არსენალის ფეხბურთელს დაინიშნა პენალტი, რომელიც ვიტინიამ ვერ გაიტანა. ანუ აქაც თითქოს არაფერი ხო, როგორი ისეთი დინამიური მომენტი იყო, გადამოწყვნა საჯი რასამოწმე და ვერ გავიგეთ თავიდან ვერავინ და ამ შემთხვევაშიც ანუ კიდე კვარასგან დაიწყო, ამის ამოტანა, ართმევა და მომენტი შეიქმნა შემდეგ. ანუ კი ტიპი იყო, ასე ვთქვათ, აი ამ შეტევა. ძალიან საინტერესო დეტალი ამის გარდა რაც იყო, აქ ხვიჩას დამსახურება და ასე შემდეგ. მაინტერესებს თქვენი აზრი თუ დააკვირდით გონსალო რამუში როცა შევიდა ბოლო წუთებისკენ უკვე გონსალო რამუში დააყენა მარცხენა გარემარბად. დემბელე უკვე შემოსული იყო და ცხრიანზე იდგა. და ხვიჩა დააყენა მარჯვენა ფლანგზე. ანუ ეს სამი კაცი როცა მოედანზეა მარტივი გასაგებია ხო, კვარა მარცხნივ დგება, დემბელე მარჯვნივ და გონსალო რამუში შუაში, ანუ თავიანთ პოზიციებზე. არია აქ ყველაფერი ენრიკემ და ეს განპირობებული იყო იმით, რომ არსენალმა რაც შექმნა და რამეს თუ ცდილობდა, ისევ იქეთა ფლანგიდან შვებოდა მარჯვნიდან, როგორც ლონდონში იყო. იმიტომ რომ კვარა არ ედგა ჰაკიმის და ააწიოკეს იქედან ცეცხლი გაუჩინეს იმ ფლანგს. და აქ ანუ გადაწყვიტა, რომ ბოლო 10 წუთი დაახლოებით ცოტა მეტი გაეტარებინა კვარას იქეთა ფლანგზე, რომ დაეზღვია ჰაკიმი და კიდე რაღაცა არ მოხდარიყო გაუთვლეს წავთვალწენენ შემთხვევა რა. და როცა გამოცვალა მენდეში და ერნანდესი დააყენა. ერნანდესი უფრო პრაგმატული და დაცვაში გაცილებით ძლიერი მონაცემების კონცველია რა და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ამას. ცოტა მოგვიანებით შევამჩნიე მეც სტადიონიდან ეგ ამბავი, იმიტომ რომ გონსალო რამუშის მარცხნივ დაყენება დიდი იშვიათობაა რა. მაგრამ აქ ფარული გეგმა სწორედ ამაში მდგომარეობდა ენრიკესი და საკმაოდ 7 ბოლო წუთები მიიღო. ბოლო 5-7 წუთი პლუს კომპენსირებული დრო არსენალმა ის საკას გაფუჭებული მომენტის შემდეგ, რომელიც სხვათა შორის ისევ ჰაკიმი ჩავარდა იქეთა ფლანგიდან და ეს საკამ რო გააფუჭა სარელკარში, ანუ ყველაფერს მიხვდა ენრიკე, რაშიც იყო საქმე, რა უნდა იქნა და იდეალურად გადაგეგმა ბოლო წუთები და არსენალს შანსი პრაქტიკულად ბოლო წუთებისკენ არ ქონია და პარი სენ-ჟერმენი ძალიან დამსახურებულად, დამაჯერებლად გავიდა ფინალში, იყო ბრძოლა, იყო კი მომენტები გადამწყვეტი, გადამტეხი, დონარუმამ ხვიჩამ და ასე შემდეგ ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ ორი მატჩის ჯამში პარი სენ-ჟერმენი არის ფინალში დამსახურებული. ვინ არის ფავორიტი და რაღაც ახლა არ დავიწყებ. პირდაპირ გადავალ ახლა ინტერი ბარსელონაზე, იქ რა და როგორ მოხდა, ვიცი, გაინტერესებთ ეგ მატჩი და ძალიან დიდი მოლოდინები გაქვთ. ახლა ისევ 2 წამის საქმეს შეგახსენებთ, სანამ გადავალ ინტერი ბარსაზე. მოდი აბა ლაიქების რეკორდი მოხსნა და კვარას ამბავში 7 ნომერი 7000 ლაიქზე ავიყვანოთ დღევანდელი ვიდეო, რომ შემდეგ სროცხრიანი უკვე მიუნხენიდანაც დაიდოს გაცილებით დიდი ფანტასტიკა გველოდება უკვე ბაიერნის შთამბეჭდავ სტადიონზე. ერთ დეტალს მინდა შევეხო კიდე პარიზის ამბებში და ქუჩები და ზოგადად ყველაფერი. საქართველოს დროშას ვერ სრომდა ვერავინ, ყველას ვეგონე ინგლისელი რატომღაც
მანქანას აჩერებდნენ ფრანგები და რაღაცა არსენალის დამამცირებელი ფრაზები მოდიოდა და ანუ თავის ეს მაისური მეცვა. თავის მაისურს ვერ ცნობდნენ და დროშა მოფარებული მქონდა ინგლისელი ვეგონი. მატჩის შემდეგ ეხა კი ცნობდნენ ჩვენს დროშას კვარაცხელიადან გამომდინარე და მე ცოტა დაძაბეს გონება და მიხვდნენ რომ არსენალის კომაგი არ ჩადგებოდა ამ შუაგულ საგიჟეთში შეხვედრის შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამართალდამცავი იყო მობილიზებული ასე ვთქვათ რა და ეგეც უნდა თქვა უჭირო რომ სტუმარ მასპინძლობაში ზოგადად ძალიან წინ ვართ ჩვენ ქართველები ფრანგებთან შედარებით. ამის თქმა აუცილებლად მინდოდა. მივადექით ჩემს გულის ტკივილს. რა და როგორ უყურე ამ მატჩს ალბათ ჩემ Facebook-იდან გაიგეთ და ვინც არის ნახეთ იქ მიწერია. ბევრი არაფერი შეცვლილა ტაქტიკური თვალსაზრისით გუნდების თამაშში. იგივე სისხლა ვიხილეთ და სიგიჟე. მოკლედ, ანუ პირველი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, უკვე დავიწყო ფერან ტორესით. ფერანს ძალიან მაგარი პროგრესი ჰქონდა ამ სეზონში და გოლებიც გაიტანა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემ აზრით შეგვედი ყოველთვის რომ ეს კაცი არის idеალური თადარიგეს მოთამაშე. შემოვა და თუ კაი ფორმაშია გაიტანს. ამდენი თამაშის ძირითადში დაწყება ფერანით, თან ესეთ სულ გუნდებთან არ მოიტანა კარგს არაფერს და აქაც პირველივე წამზე, ანუ პირველ წუთზე, ანუ 0-1-ის არ იყო დაწერილი უკვე ტაბლოზე. კეთება ძალიან მაგარი პასი და აქ ერთი შეხებითაც შეეძლო დაერტყა ფერან ტორეს, ან პასი მიესა მარცხნივ რაფინიასთვის, რომელიც საერთოდ მარტო იყო მეკარესთან და რატომღაც მიიღო, კარს გახედა შემდეგ და შემდეგ გადაწყვიტა დაერტყა და რა თქმა უნდა მოაჭამეს ფეხი დააფარეს და არაფერი არ მოყოლია ამ მომენტს საერთოდ. აქ გამოჩნდა ისევ ლევანდოვსკის ფაქტორიც. დანი ოლმოზი გადავალ ეხა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოთამაშე იყო ამ შეხვედრაში მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაიტანა. და პირველი ბურთი იყო თავიდან ბოლომდე მისი ბრალი ცენტრში, ანუ ბარსელონას ნახევარმცველი როცა გქვია და თან ფლიკის ბარსელონაში თამაშობ, აქ ბურთს არ უნდა კარგავდე რა. ესეთი რამე არ შეიძლება. დასაწყისიდანვე აკადემიაში გასწავლიან ამას განსაკუთრებით ლამასიაში. სრული უაზრობა ჩაიდინა, დაიკარგა ბურთი და ინტერმა რომ ესეთი შესრულება იცის, ეს 2x2 არის, ძალიან ლამაზი პასი, ერთი შეხებით გაჭრეს ხაზი და გააქვს უკვე ლაუტაროს ანგარის ხმტეხი მომენტი ინტერი ბარსელონაში იყო. ანუ თავიდან ბოლომდე შეხვედრას დავჯექი და უყურე თავისი გადახვევებით და პაუზებით ყველაფრით. მეორე ტაიმში ბარსა 0-2-დან 2-2 გახადა. საერთოდ ინტერს არაფერი ისეთი არ ქონია, რომ შეშინებოდა შესწნის ცოტა რა. ან ცველებს. თავიდან ბოლომდე აი ჩააგდეს ესე, თავი მოუკრეს და დინარეში უპირებდნენ გადაგდებას რა ინტერს, თლიანად, პრეზიდენტიანად. და რა გააკეთა ფლიკმა, ანუ რა ისი შეეშინდა. ინიგო მიიღო ყვითელი ტაიმის დასაწყისში, მაგრამ ანუ ტაიმსა ძალიან ისე უყურე რა დეტალურად. არაფერი არ ყოფილა რომ იქ გარღვევაზე ტიურამსთან ვიღაცას ეუხეშა და აი მეორე ყვითლის საფრთხეა და ვაიმე თუ არ გავიყვანე ეს 10 კაცი დარჩებიო. ანუ ეგეთი მომენტი არ ყოფილა. ესეც არ დაღლილა. ძალიან მაგრად კითხულობდა თამაშს, გუნდი აკონტროლებდა ყველაფერს, ხო და გამოცვალა და შეიყვანა არაუხო. ნუ არაუხომ რა და როგორ გააკეთა, მაგამდე უკვე მივალთ და ნახავთ ყველაფერს რა და ეს ცოტათი შემაშინებელი ფაქტორი იყო ფლიკის მხრიდან რა. ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინა, რამდენიმე შეხვედრაში არაუხო ჩაერთო ძალიან კარგად და მისცა რა კიდევ ერთი შანსი. თუმცა სამწუხაროდ დამწყები ბავშვით ითამაშა ამ დონის შეხვედრაში ურუგვაელმა. ახლა გოლამდე მივედით, ყველა თქვენგანი ელოდა ამ მომენტს დარწმუნებული ვარ, ყველანაირი რაკურსი ვნახე, ამოჭრილი, მოახლოებული, არ ვიცი. ყველანაირი რაკურსი სხვადასხვა ენაზე, რა კამერამ გადაიღო თამაში და ასე შემდეგ. ვიდეო რეფერი როგორ არ გამოიყენეს ამ მომენტში, ამას ვერ ხვდები უბრალოდ რა, ჩემოდი არ დადეს. თუ ყველა ეპიზოდი, აი, მაგალითად იამალი რო წააქციეს და იქ პენალტი რო ეგონა, მარჩინიაკს და მერე გადააკეთა, არ ყოფილა პენალტიო, მართლა არ ყოფილა, კი ბატონო, ჯარიმა იყო. ეს როგორ არ გადაამოწმეს, ანუ 93 წუთი არის, რჩება წუთნახევარი დაახლოებით თამაშის დამთავრებამდე და 3-2 არის. აქ ანუ ერთ გუნდს მაგრად ურთულებს საქმეს. მეორეს პირიქით გადარჩენის ხელს უწვდი. ვარი როგორ არ ჩართეს აქ, ვერ ხვდები უბრალოდ რა. აქ ამაზე 100%-იანი ჯარიმა არ ვიცი, დინამიკაში ხა შორი ხედი მინდა განახოთ. მარტინი პოზიციას იგებს, ბურთი წამოიღო, მისია გაუგდო და ანუ დგას რა, დუმფრისი, არაფერს არ შვება. და ახლოდანაც ხედავთ ფეხი ჩაუდგა, ბურთს ვერ ეხება საერთოდ და არ ტყამს კოჭში გაშლილ ფეხს. ეს რავი, ეგეთ ეპიზოდში კი არა, ცენტრში აუტის ხაზთან უნიშნელო ადგილას რო იყო, იქ გაგაყვითლებენ. და ცოტა უფრო უხეშად რო ჩაარტყა, გაგაგდონ შეიძლება რა და ამან ვარზეს არ ნახა. საერთოდ არ დაწერია ჩეკი და რაღაც რა. და ჩაითვალა ეს გოლი. მერე კი ირონიულად საუბრობდა ბარსელონას წარმომადგენლები ჩემზე რაღაცებს ამბობდნენ და სასაცილოა, მაგრამ ნამდვილად არ არის ეგრე, ანუ ვისაც თვალები არ აწუხებს, მხედველობა და ანუ უბრალოდ ძალიან მოძული არ არის ბარსასი, რავი, ამ მომენტის დანახვას არაფერი არ ჭირდება. აქ არ არის ბურთმა მოძებნა ხელი ან
საჯს უნდა მიიღო გადაწყვეტილება პირადი შეხედულებებიდან და UEFA ამის საშუალებას უტოვებს. ეგეთები არის პენალტის ეპიზოდებზე და ხელი თამაში და რაღაცებზე არის ეგეთი მუდმივი წესები, მაგრამ აქ ჩაარტყა, დააგდო კაცი და წამოიღო და გოლი გაიტანა. აქ არაფერი არ წერია წესებში მუდმივად, საერთოდ. ვინმე არ მოიტყუოს თავი. ვინმე საჭს თუ აქვს პროფესიონალს პრეტენზია, მოვიდეს დამიჯდეს, ეგეთ არაა პრობლემა. და დამატებით ტაიმებში ისევ არაუხო ათრიეს, ამჯერად ტიურამმა ჩამოიბა ესე ბაწრით. ჯერი ხო გახსოვთ მესიმ რო ხორვატიას გაუტანა და იოშკო გვარდიოლის სატრანსფერო ფასი რო დააგდო იმ გოლის მერე. აი ეგეთი ეპიზოდი იყო, ფლანგზე ბურთი მიიღო, იქეთ წავიდა, აქეთ წამოვიდა, ატრიალა, აბზრიალა, შევიდა და მერე ფრატეზიმდე მივიდა ბურთი და გაიტანა გოლი, მაგრამ არ ვიცი, ნუ არაუხო გაიყიდება ალბათ, მაგრამ გაცილებით იაფად სანამ მანჩესტერი 100 მილიონს იხდი და ალბათ ჯობდა რომ იმ მომენტში გაგვეშვა, მაგრამ ეხა 30 მაქსიმუმ ალბათ. ეგეც ისევ რომელიმე გოიმი ბრიტანული გუნდი თუ იყიდეს ბრაიტონი ან ვიღაცა უყვართ მაგათ დიდი ფულების გასროლა. საბოლოოდ რა შეიძლება ითქვას, დანაკლისმა ითამაშა საკმაოდ სერიოზული როლი, საჯებზე აღარ გავაგზავნებ საუბარს, არ მინდა სათქმელი ვთქვი. მაინც შეეძლო ბარსელონას მიუხედავად ამისა მოგება, დაუშვეს შეცდომები, ინიგოს გაყვანაც ვახსენე, მომენტების გამოუყენებლობას ვახსენე, თავიანთ თავს დააბრალონ ყველაფერი, ფლიკმანს და ფეხბურთელებმაც, მაგრამ როდესაც ხერარდ მარტინი და გარსია ცვლის ბალდეს და კუნდეს, ეგ არის, არ ვიცი, როგორი რადონის რას შევადარო, არ ვიცი, ხელა სხვაობა არის კლასში, ფიზიკურ მონაცემებში, აზროვნებაში, ყველაფერში. ცად და დედამიწა. ანუ იქ ფერან ტორესმა რო ლევანდოვსკი შეცვალა, ეგ ტრაგედია არის საერთოდ უდიდესი. საბოლოო ჯამში ინტერი უკეთ იყო დაკომპლექტებული, უკეთ მოემზადა ამ ორ მატჩიან დაპირისპირებისთვის. ჩემპიონთა ლიგა არის, აი სოფლიო ჩემპიონატივითაა რა, დაახლოებით. რა სოფლიო ჩემპიონატზე 4 წელიწადში ერთხელ თუ იმ კონკრეტულ მომენტში არ ხარ კარგ ფორმაში, შენ 7 წელი ზედიზედ რა მაგარიც არ უნდა იყო, მაინც ის 1 ივნისი და ივლისი გიწყვეტს რა. ლიგაზეც ეგრეა რა, play-out-ის სისტემაზე როცა გადადიხარ და ჯგუფური მთავრდება, იმ მომენტში უნდა იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია. ეს ბარსელონა ვერ იყო თავის საუკეთესო ვერსიად. ღრმად ვარ დარწმუნებული და ბოდიშის მოხდით ინტერის კომაგებთან, მაგრამ აი 9-2 რომ მოუგო რეალს 2 მატჩის ჯამში, აი ბარსელონა აი ესე უკან ჯაჭვით ესე ჩაიბამდა რეალს ინტერს და ეს ირბენდა. სტრესს დაარტყამდა სანსიროს ისე ათრევდა და გააგდებდა ბოდიში, მაგრამ ანუ ესეა რა, ესე მგონია. თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში ინტერი გაცილებით დაბალანსებული გუნდი იყო და მენტალურად გამოდგნენ გაცილებით უფრო მზად. მივედით ფინალამდე, უნდა ჩასტვინოს საჯმა და მერე დავინახოთ რა და როგორ მოხდება. ორივე გუნდს გულწრფელად უსურვებ არანაირი ჰეითი და რაღაც იზოლველი საბრძოლო შემადგენლობით ყოფნას. ანუ ლიგის ნახევარფინალებს და ფინალს და სოფლიო ჩემპიონატს ეგ ეთამაშებს უხდება საბრძოლო შემადგენლობით ყოფი გუნდები. ისე უინტერესოა რა, ანუ ვიღაცა რაღაცა რო გაკლია გულში და ეს რო ყოფილიყო და რაღაცას რო ფიქრობდა, აი ნედვედი რო არ ყავდა 2003-ში ფინალში იუვენტუს და მილანის ფანები დღემდე იტყუებენ თავს, რომ დიდი არაფერი დანაკლისი იყო, ანუ მე მაგალითად მიტყდება რა, ეგეთ გუნდს რომ მოუგო საქართველოს ნაკრებად თუნდაც, მაგრად გამიტყდება რა. არ ვიცი. აზრი ახლა ნორვეგიას რომ მოუგო და ოდეგორი და ჰოლანდი რო არ ყავდეს და აუ რა ვქენითო რომ დარბოდე ქუჩაში. რა ქენი, ხო? დანარჩენი რას ფიქრობთ, შეფასებები გამოუშვით ყველაფერი ვლოგი როგორ მოგეწონათ, ანალიზი, ასე შემდეგ, ყველაფერი, რას ისურვებდით კიდევ ნახვას, როცხიანში რის ნახვას ისურვებდით და გათამაშებას რაც შეეხება, ამჯერად არანაირი წესები ამ ვიდეოზე არ მოქმედებს, ჩართულია თავიდანვე, გამოუშვით 700-800 კომენტარი, ყველა მათგანს წავიკითხავ. და რა თქმა უნდა, გამოწერა უნდა შეგახსენოთ არხის, აუცილებლად გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი, მინიმალური ყურება ვიდეოსი subscribe-ის გარეშე. დააფასოთ ჩვენი შრომა. და ეხა 2 წუთი უნდა თქვენი ყურადღება მოვითხოვო. ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მადლიერების გზნობას. თუ რამდენად მადლიერი ხარ ადამიანი, ნებისმიერ რაღაცისთვის, განსაკუთრებით შენს პროფესიაში, კონკრეტული შედეგი რაც გაქვს, საიდან ვის დახმარები და როგორ მიაღწია. თავარია რომ იყო მადლიერი. როდესაც სრულცხრიანს ვიწყებდი, პირველ რიგში ფიქრობდი არა ჩემი კოლეგების აზრზე, რამდენად მოეწონებოდათ, პროფესიონალები შემაქებდნენ თუ არა. არა. პირველ რიგში ფიქრობდი მაყურებელი რამდენად ამყვებოდა და დაინახავდა ფეხბურთს იმ კუთხით და ისეთი სახით, როგორადაც მე აღვიქვამ. ეს იყო მთავარი და თავის დროზე, როცა დავიწყე ამ სფეროში მოღვაწეობა, სტატიებს წერდი ანალიტიკურს, ჩემი ერთგული მკითხველი მყავდა, კომფორტის ზონაში ვიყავი და ძალიან რთული იყო გამოსვლა ამ ყველაფრიდან და ერთ შვენიერ დღეს ერთმა ჭკვიანმა კაცმა მიბიზგა ამ ყველაფრისკენ და ასე შეიქმნა სრულცხრიანი და პირველ რიგში რატო ვაკეთები ხამ ყველაფერს, მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ და მადლობა მინდა თქვა, იმიტომ რომ თქვენი დამსახურება არის თავიდან ბოლომდე. თქვენ რო არა, უბრალოდ ჩემს ჭიას გავახარებდი, რამდენიმე ვიდეოს ჩავწერდი სრულცხრიანეს და დაიხურებოდა როგორც ბევრი
გადაცემა ან ვიდეო ბლოგი რაღაცა იგი დახურულა YouTube-ზე რა. მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ და დანარჩენი უკვე როგორც ვიცით ძალიან მალე დაბრუნდება ცრუცხრიანი მორიგი საინტერესო თემით.